გაუმარჯოს. ეხლა მე მგონი ამას გადავაგდებ. ვიცი პოპა. გაჩედი ხა. გეფიცები ამაგდო წერან. ვაჭამე გამოუცვალე უნდა დამეძინებინა. ისე გაავსო პამპერსი. სამჯერზე დიზეთ. ეხა კიდე ჭამას ითხოვს, რომ გაიღვიძა, ვეღარ დაიძინა რა, რომ გამოუცვალე და მე კიდე აღარ ვაჭმევ. აღარ ჩასდის ხა. და კუცი არის. თორმეტის 20 წუთია ხარხნო და ჯერ გარეთ ჩავდაბლა ვერ ჩავედი. ეხლა ვიღაცას არ გავისურვი. კარგი? ხოში ნიქმები ვიღაც. ესა დამიწერეთ ხმაურს მიაჩვიო. სხვა გზა არ აქვს. ამას ვაჭო და ისე ამოვაქრო თორე. ესე არის ავს. მაღალიდან ჩასდის, დაბლიდან გასდის. ხმაურს ისედაც მიეჩვევა, რომ აგა იგი ძალიყებს ვიღაცის, აქეთ მეორე, იქით ინდაური, იქით ქათამი, იქით მანქანა, მოტოციკლეტი, კვადრო, რავი. პანჯარა ღია მაქვს. ასე რომ სხვა გზა არ აქვს. უნდა მიეჩვიოს. დაბალცოდას მივაგდებ. წყალი მოვიდა ხახლა საერცხნა შევყარო ეს თეთრეული რაღაცეები და რავი, სანამ ჩავალ დაწყდება. დავაძინო ეს და მერე თორე არ შემჩნიოთ ჯერ. ანუ წყნარად არის რა, არტივის, უბრალოდ ვერ ანებებ თავს, იმიტომ რომ ხვანცალებს. აყვანით კიდე წელიც მეტკინა სხვადასხვა. გუშინ მშვენივრად ეძინა წუხელ, აი აქ. ჩაუდე ადიელები ისე გაუკეთე დაბლა, რომ დახრილი კუთხი აქვს და აწევს სწორ ზედაპირზე, იმიტომ რომ მეშინია სწორი ზედაპირის მე. ხო და კარგად ეძინა. მშვენივრად სადღაც 4-მდე, 2-ზე ვაჭამე, მე 4-ზე გაეღვიძა, არ გაეღვიძა, აწუწუნდა ისევ რა და სხვადასხვა წელმა დამისვენა ეხა. რა წუხელი ისე მაწუხებდა და ესა მოკიდე ხელი უცბათი მშვაღამისას აქ თავისი ბუდე მოუწყე, საწოლი, ადიელი, პატარა რაღაცები. ხო და დავაწვინე და მოუწექი და ისე გავაგრძელეთ ჭამაძილი და რავი ყველაფერი მოკლედ. ეხლა ვეხვეწები რომ წყალი მოვიდა მეთქი დაეგდე დაიძინე. არ იძინებს ცოცხალით, არა, ეძინება, მაგრამ აი მან გამოაფხიზლა რამდენჯერმე გამოცვლამ და ჩაძინებულის, იმიტომ რომ ბიჭები ცოტა ეგეთი თემა არის. ეწვებათ ხოლმე მალე, სწრაფად და ცოდოები არის. ხო და ვერ დავტოვე მოკლედ მასზე. აბაკეკაც მოგუნდი და დაიძინე პატარა. დაიძინე ჩემოლა. ეხა ერთი ის გამოვა ხერხი, რადგან იქვე ვაწვინდი, რომ აქ მოუწექი ვაჭამე და ბარემ გააგრძელოს მეთქი ძილს. მე შემოგივალ. ხო და გადავწიე საწოლის ისინი, რომ გადავაძრო მეთქი და შევყარო და იყოს ეს აქ ეკდოს პატარა ბავში.
საუთოებელი ავიღე და გარდირობის გვერდზე ჩავაყუდე. შეიძლება რომ გადავაგდო. მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვერ მოძრაობენო, იქ ამან ისეთები ატარა, რომ მაინც უნდა დაუდო მუთაქა და ეგეთი რამეები აქეთ. თუმცა დიდი ხნით დატყვევას არ ვაპირებ. გუშინი რომ დაბლა რაღაც საქმე მქონდა, სადაც იყო ბლომად რაღაცეები, შეუყარეს. რიგის მიხედვით უნდათ ბავშვებს დარჩენი. ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. თან მე როიტიროს რა ვუყოთ. აი რომ მოვიდეს რა ვუყოთ, მე დამიძახე. და აქ იყვნენ რიგის მიხედვით არაულად. პანჯარა ღია მაქვს. ამიტომ აი ბალიშებს დაუდებ იქით ამ მხრიდან, რომ პირდაპირ ნიავი არ იყოს და დანარჩენი იყოს ღიად. მე მოვტყუდი ამის ცანო გამომეცვალე ხა ბოლოს. ყოფილიყო ჩასულელი და სძინებოდა. ვეცი პატივი. 12 გახდა ქალი ქალთა გავსწორდა. ოღონდ დილას კიდე კაი რომელი იყო სადღაც 8-თვის რომ ჩაეძინა გავიპარე. სანამ ხელპირი დავიბანე მიკროტალღურში ნანის გაკეთებული სუპი გავაცხელე და ბრინჯის, სტაფილოს, ქათმის ბულიონი იყო. ეგ მივცხე. კიდე კაი და მაგიტო არ ავნერვიულობ რა. დანარჩენებს ფუსფუსებენ გარეთ, ბავშვებიც, ნანიც, ლაშა ეხა წავიდა სამსახურში. კარებში უნდა ზეთი ჩავაწვეთო. დეჭა. კარტოფილს არ ამეწოს. თქვენთვის რომ მე შევჭამის. ის კარი გააღე და მიუწკის. დაანები თავწლის თორაცი. ის მიუთგი და იყოს ხია. სკვაზნიაკში მაინც არ არის აქეთას წინაო. წყალი მოდის კიდე. წყალი ხამოდის. აი, შუა დღისთვის მე რო გაიგეცებს, მანამდე მინდა ეს სარეცხი შევყარე. მომეტა იქ მანახო. ეს თავშორმაც გავაშლე. ხუჩას მოუტანია ჩემ მასას. ესე დელფინი. აი რომ დაიბადა მაგდროს ვაი. ესე ზღვის ლომი. სასაცილო. არა, ზღვის ლომი რაღაცა პრაცივნად გამაიყურებოდა. ესე იყოს. всё. ხო, ისა წელი რატო გტკივაო, გაუტკივარება ესე მქონდეს გეხვდება პალფირე მითხეთი. ეხლა მეც გავლამაზდები შორე რო გულამაზი ვარ ხოლმე აბანო და რო გამოდიო ხო გახსოვს. ხო და წელი რატო გტკივაო. არა ხალხო, არა ნაირი გაუტკივარება არ გამიკეთებია. წელი კი არა, რო დაიბადა მე მეგონა რომ ისა იმ მომენტში ყველა ძვალი სახსრებიდან ამოუვარდი. ხო და წელი კიდე იქ ხო ვერ მეძინა ნორმალურად, ვერ ვიწვი ნორმალურად მე და მაგისგან. და პლუს უჯდომარე მდგომარეობაში რომ გიწევს ვაჭამო. ახლა ესეც ესე.
ჭკვიანად. თვალღიას ძინავ ბავშვს. აი უთო და საუთოებელი. იმიტომ რომ ძალიან ვერ უპოვე ადგილი რა, მით უმეტეს უკვე კალიასკის გამოყენება რო დავიწყე. ძალიან გამიჭედა უთონდა. ნახოთ მე იქნება საერთოდ კალიდორში დავდოთ. იმიტომ რომ ყოველ წუთას კი ხელში მჭირდება თან. გუშინ სანამ ეძინა ბაჟბატონს გადმოყარა ჩემი კარა და სულ დაბილთა ნაწილში შევინახე ისინი რაც აღარ უნდა ჩავიცვა კონკრეტულად კაბები სახლში. ეხლა შემიძლია ასე ზედაქვედით ვიარო. რაც პროფესიონალში მაგრად მიჭირდა. ერთი-ორი დღეც მინდა რა მიუხედავად რომ საქმეა და არ ვიღლები და არ ვიტვირთები, უბრალოდ ლაითად მოძრავ და ვაკეთებ. როცა სძინავ და არაფერი სასწრაფო არ არის, მეც ვწვევი და ვისვენებ. უბრალოდ სხვა გზა არ არის, უნდა აკეთო რაღაცები, არის შენი გასაკეთებელი, ხო და. რაღაცა უნდა მეთქო მაგას და დამავიწყდა სანამ ბოლოში გავედი. ანუ არ ვიყრი რა საქმეს, მაგრამ მერჩენია ვაკეთო, რომ ცოტა ფორმაში ჩავდგე. თორე გოჭივით დავდივარ. 1-2 თვე შევეგუები ამ ორგანიზმს ვიზუალურად. 2 თვის მერე დავიწყებ ფიზიკურად მიხმარებას. ეხლა წინაზეც ავთქვი ელემენტარულად ისე რომ გადავიხარო, ეგ დავრჩები. აი ესეთი ადიელა რო არ ვიყიდე მოვტყუდი. აი მეცადე. აი ეს რა. ეს არის ორსაწოლიანის გადასაფარებელი, როგორი ფუმფულა და ფაფუკი. ესეთი უნდა მეყიდა პატარა, რომ ამ საწოლს მეთქი იგივეს გადავაფარე. მაგრამ აღმოჩნდა რომ პატარები არ არიან ერთსაწოლიანი ან ორიანი. 20 ლარი მივეცი ორსაწოლიანში. აი ხალაშა რომ მოხდება ბაზრობის მხარეს დავავალებ ერთსალ ამას ცოტა ისე მოყავისფრო ფერში რაღაცა და გადავჭრი 4-ად. აბა ნახოთ ხერა მხელა იქნება. ჰე 4 იქნება მხელა. და შევკეცავ გვერდებს ჩვეულებრივ. და გამოვიყენებ ადიელებად პატარისთვის, თუნდაც საწოლის გადასაფარებლად, თუნდაც რო წევს მიაფარო, კი მაგ ის ეხლა რაც საფარია შავი რბილი აი ის არის ნახეთ. აი ესეთი ის არის. იქით ხო და ნუ რაღაცა ისეთი ფერია თუმცა სახმარად არის ძალიან მაგარი და რბილია, მოყვება ხელში, გინდა მოაფარე, რაც გინდა ის გიქნება რა. აი ეს მას ჩავაწვინე ხალხნო და ისეთი სასაცილო იყო. მე მგონი ამას უფრო ვერ გამოვიყენებ. იმიტომ რომ ეს არ გადმოდის ბოლომდე რომ გადმოიყვანო, აი ესია. რო გაუშვა შეიძლება ზედ დაეცეს. არც ბოლომდე ეკეცება რომ ჩაკეცო და მე ეს ნალი დადო. ნუ რაღაცაში გამოვიყენებ აუცილებლად, მაგრამ ჯანი. აი ამას კი იდეალურად ხმარობ უკვე. მარაგი აქედან ამოვიღე, აქ მაგ. და აქ მაგ დანარჩენი. ეს პამპერსი ესენი არის სველი სალფეტკი. ჰაგისის. გუშინ მოიტანა ლაშა მარაგი. რომ კონდეს. აი ესე და ამგვარად იყო გუშინ ჩვენი ამბავი. ესე, აი ეს გადავაფარე. ეს არის ადიელა, მაგრამ არის გრილი. ანუ არ ახურებს. ეს არის იოანეს დროინდელი, იოანესთვის ვიყენებდი ხოლმე ამას. აქ არის გვაქვს ქუდი და თათები. აქ იყოს.
აი აქიდა და ისა საუთოებელი. ხო და ძალიან გახიდული იყო და მე რემონტს რომ მოვჩებით გარეთ. შეიძლება ისა ვიყო და რამე ან ადგილი მოუძებნო, რაღაცა ვქნა და აქ დავდო საუთოებელი. თან შეაერთებ და ანუ აქ უფრო მე პრაქტიკულება თითქოს, რა ვთქვა რა სიტყვით. თან იქიდან რომ შემოვა ვიღაცა, აქ ვერ დაინახავს, რომ აქ საუთოებელია გახიდული. შეიძლება ის სადღაც აი აქამდე მოვიდეს, მაგრამ არა უშავ. აქ უფრო მე მგონი პრაქტიკულად გამოვიყენებ, ვიდრე აქ. რა მაქსიმალურად დავალაგე. ხა ჯერ ამ ბალიშებს სხვაგან ვერსად ვერ წავიღებ. ის ვაჟბატონი წევს აქ იქ. დედას ცხოვრება წევს იქ. ამიტომ ესე დავალაგებ. ვაიმე. ეს ერთი მცდელობაც და ვაგდებ. გუშინ ვერაფერი ისეთი ვერ არა როგორ არა გადავიღე რაღაცები, მაგრამ აი თლათ ახლა როგორც მინდოდა რაღაცა ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ფიზიკურად ბავშვი ხელში მეჭირა, მეც პირველად შემოვილი მასთან ერთად სახლში და ძალიან ის უნდა იყო რომ ტელეფონით იარო, აბა გადაიღო რაღაცა ახლა ხო და რაც გადავიღე მე ბავშვების გარშემო რომ დადიოდნენ და რაღაცა დაბლა ბარბარეს სუფრა ჰქონდა გაწყობილი ტორტით და რაღაცეებით. ნუ ვერ მივედით იმ სუფრამდე, იმიტომ რომ მე რომ მაღლა მოვიყვანე. მაგრად ცხელოდა რომ მოვედით, მე მაღლა მოვიყვანე. მე ხო ვეღარ დავტოვებდი ამას. ხო და რა ვიცი, მე ხილია მომიტანა აქ ვჭამე. ხო და რაც გადავიღე ვიდეოს ბოლოს იმას ვიძავ. დავდებ. პატარ-პატარა კადრები არის. ხო და მე მინდა ერთი ვიდეო გავაკეთო, რამდენად მოვიცლი ჯერ მაგისთვის არ ვიცი, მაგრამ მინდა უცლებრად რომ სამახსოვროდ ფინალური ეპიზოდი გავაკეთო, ანუ გულისცემიდან ტირილამდე. აქ ამის გულისცემის ის ხმა სადღაც ვიდეოში რო ისმის და პლუს კიდე პირველად რომ დაიბადა ის ტირილი მაქვს. ხმა. ეხლა გავეპარები ამას, იმედი მაქვს. სარეცხ შევყეთ და ჩაისავით უღებ და დანარჩენი მორჩა ისეთი არაფერი არა მაქვს. კარტოფილს წოვს ნანი რო ბავშვებმა ჭამონ. და მე შემიძლია სანამ ეს აქ იქნება ცოტა მივაუთო. იმიტომ რომ ბევრი სარეცხი იყო დაგროვილი. თან წყალიც მოვიდა. აი ეგრე. სხვათა შორის გუში რომ მოვედი და მოვედით რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა აი როგორ აგიხსნათ სისუსტის არა უსუსურობის დამემართა რაღაც მომენტში და მე ვუთხარი ჩემ თავს რომ არა ეს შენ არ ახარ იქ ხო ხა ერთ ოთახში ხდებოდა ჭამდი კიდეც რაღაც ესე ეხა რაღაცა სხვა საქმეა რაღაც მომენტში გიწევს თავი დაანებო ჩახვიდი ახვიდე მიუხედავად იმისა რომ ყურადღების ქვეშ არის და რაღაცა ბავშვები დაფოფინებენ ზედ მაინც აი რაღაცა თითქოს უსუსურობის ის დამემართა რომ ეხა აქ გავალ ეს მარტო კარი ეხა როგორ უნდა აი რეჟიმში ვერავარჯერ რა ნუ რო ჩავდგები ეგ ვიცი მაგრამ რაღაცა ეგ მომენტი მომივიდა რომ აი როგორ უნდა დავალაგო ყველაფერი ისე როგორც ადრე საქმე ბავშვი და ბავშვების ხვები ხო და თან ისე რომ მეც მქონდეს ჩემი დრო ჩემი აუცილებლად თუნდაც ის რომ რაღაცების ყურება მიყვარს იცით თქვენ და თუნდაც ის დაუთოების დროს რომ მაგას ვაკეთებდი ეგ ისევ შევანარჩუნო თუნდაც ის რომ ის ჩემი დრო რომელსაც ვიდეოების გადაღებისას ვიყენებდი ხოლმე შევათავსო ანუ ცალკე ვერ გამოვყოფ როგორც ახლა ყავაზე ვისხედით ხოლმე დაბლა და რაღაცა მაქსიმალურად შევუთავსო და აი ეგ მომენტი მომივიდა რომ გუშინ ავიჭერი
ოღონდ არავის არ მithქვეს ჩემ თავთან მომივიდა წამიერად რომ ეხა რა უნდა ქნა აი რა ეხა რა საკეთებ და რატო რა მოხდა მე უთხარი რა ჩემ თავს რა მოხდა კაცო რა საკეთებ ეს რაღაცა მცირე პერიოდია სანამ ეხა უბრალოდ ფიზიკურად გარეთ ვერ გამყავდა იქ ვერ არის ოთახში თორე მე უფრო გამიადვილდება რემონტს რო დავამთავრებთ იმიტომ რომ ამე იქიდან აქ შემოვიდივარ უნდა დავხედო ჩავიდე ისევ გავიდე რაღაცა აი როცა უკვე რემონტსაც მოვჩებით ძალიან მალე უკვე რა იგასულები ვართ ბოლოში რო იტყვიან რომ მოვჩებით იქ უკვე ადვილი იქნება იმიტომ რომ იქ ტახტი იქნება ტელევიზორი იქნება რაღაცა საქმე იქაც შემიძლია გავაკეთო ბავშვიც იქაც იყოს უკვე სხვანაირი ის არის რა და აი ჩემ თავს ვთქვი რომ არა აი ცოტა ხანი მანანა აი ეს პერიოდსაც ისე ლაითად გაიტან იმიტომ რომ ყავს დამხმარეები ასე რომ ცოტა ხანი არა პრობლემა იქ და მე მივხვდი რომ ხო თან ეს მომენტი მომივიდა საღამო ხანს რა და ხო იცი ღამე უფრო გემძაფრება რაღაცები და ჩემ თავს ვთქვი რომ მოდი ამაზე ხვალ ეგ მომენტები რაღაცები მქონდა ხოლმე ადრეც და ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ მოდი დილაზე რომ ვიცი რომ დილით უკვე ბევრი რაღაცა გაქარტყლდება ისე ემოციურად და ისე რაღაცა მძაფრად აღარ იღებ ღამე უფრო სხვანაირი სიტუაცია და დილით რო ვდექი და გავიღვიძე რა ჩავედი მომასწარი ჭამარვის ნახევარზე ამას ეძინა საერცხი გავფინე შემოვედი კიდე დავიძინე ამასობაში რავინ ინუად გაიქათმები იქ რაღაცა ანუ პრობლემა არ არის ეგეთი რამე რუმეები მოკლით რა და ჩემ თავს უთხარი რომ რა მოხდა ხა უბრალოდ დროში აიჭრები საათებში აიჭრები შეიძლება რაღაცა ვერ მოასწრო არც არაფერი მოსასწრები რომ პაჟარი არ არის და ჰუი და სადმე ხარ წასასვლელი დღესა ხვალე მოასწრებ ზედ მოასწრებ ამ ჩახველებაზე კიდე ყელი მაქვს გამომშრალი ეს დღეებია თუმცა იქ გაივლისო ხო ვინ დამიწერა შორე შენა თუ რომელმა თამო ჩახველება დაგჩემდა რაღაც გაივლის ესეც ხო და ეგრე ხალხნებო რა ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი დალაგდება არა ყველაფერი სადაც კარგად არის უბრალოდ ყველაფერი დალაგდება ყველაფერს თავისი დრო ექნება მე მგონი შემიძლია ხა მას გავეპარო წამიერად და რომელიმე სამოუშვებ ან იოანია მე მგონი აქ დავტოვებ 2 წუთით სანამ მე საერცხს შემოვიდა რაღაცებს გამშრალს მანამდე ჩაიც ამიდოვდე ანუ ძირითადად მე ხავ ცხოვრობ აქ ამ ოთახში ხო და სანამ სიტუაციაზე ვიღაცამ დაიწყებს მოსვლას ან ვინ მეგობრები რა ვიცი რომ ბავშვის ანახავად მე ხო მინდა რომ მანამდე მოესწრება კიდეც ოთახი რომ ფიზიკურად რაღაცას ხონა შეიყვანო ვერს ანუ დაბლა დასხა შენ ვერ ჩახვალ და შანსი არ არის დაბლა ვერ ჩახვალ მაღლა მოიყვანო და სანა დასხა საძინებელში ხარ დასხა ასე რომ რაღაცები გვაქვს ჯერ ისე მოსასწრები და გასაკეთებელი მაგრამ ეგეც მოესწრება თავარი შავი საქმე აღარ იქნება რაც გაბრიელთან ერთად ვაკეთე ეხა უფრო ლაითი საქმეები მექნება გაბრიელის გარეშე და ვაჟბატონი აქ დაგვე ჩამეცინა აქ დაგველოდება მოთმინებით წავედი ეხა თუ რამე კადრები არის ეხა მივალაგებ და განახებთ გაბრიელის ეკრანზე გამოჩენას რაც შეეხება ჯერ ვცდილობ არა ვფიქრობ რომ ვქონდეს თავისი მიკროსამყარო და არ ჩავერიო ძალიან მიუხედავად იმისა რომ პრეტენზიას არ გამოთქვავს ეხლა მაინც ვფიქრობ რომ არ არის ესე მასშტაბურად საჭირო დღეს ხვალ იქნება თუ ზეგი იქნება გაბრიელიც გამოჩნდება როგორც არ სურათებიც Facebook-საც კი არ მეყვარს Facebook-საც არ დამიდია სურათი ერთადერთი გუშინ დავდე ხელი ჩანს ტორტთან ერთად ხო და ამ თავის სამყაროს დაუტოვებ მოკლედ გაბრიელს ხელუხლებელს ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა და
რადგან ეხა ვიდეოს ვიღებ ხოლმე და რაღაცა ყველა კადრში და იმაში არ მინდა რომ ჩანდეს. თუმცა როგორც ნინიკო გაიზარდა თქვენთან ერთად, ალბათ ყოველდღიურად გავაგრძელებ და ვაგრძელებ. გაბრიელიც ესე თქვენს თვალსა და ხელშუა გაიზრდება და თქვენც ხშირად ნახავთ ხო. უბრალოდ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო. იმედია გამიგებთ. ხო, ეხლა რაც კადრები გადავიღე, იმას დავდებ. Hepsi.